ცისიში ვერ გავიგე? ისავარც ცისიში ტელეკომპანია ფორმულადან გირეკავთ და მინდა გითხოთ მთავარ ამბავზე ამ კვირის. დასანქცირებული ორი ტელეკომპანია. თქვენთვის რამდენად მტკივნეული იყო ან პირიქით იქნებ საერთოდ არ გაღელვებთ ეს სანქციები. ეს მაინტერესებს როგორ უყურებთ სანქციებს. საერთოდ არ მაღელვებს არანაირი სანქცია. არა? არა, რა თქმა უნდა არა. მორალურად არც ფინანსურად? რა თქმა უნდა არა. და როგორ გააგრძელებს ტელეკომპანია ფუნქციონირებას თქვენი აზრით? როგორც აქამდე აგრძელებდა, ისე და კიდევ უფრო უკეთესად. მაინც იცით რა მინდა გითხოთ, იმ საზოგადოების წინაშე, ის ბრალდებები, რომელიც მოცემული ამ ინგლისური სანქციების შინაარს ნახავდით ალბათ. რომელი საზოგადოების წინაშე? უკაცრავად, რომელი საზოგადოების წინაშე? რა ვიცი, მაყურებლის წინაშე. მაყურებლის წინაშე? მაყურებლის წინაშე შეგიძლიათ ჩვენი რეიტინგი ნახოთ, ადამიანების რეაქციები ნახოთ და ამის მიხედვით იმსჯელოთ. რა ვიცი, სხვა ადამიანებში კეზერაშვილს თუ თვლით, თქვენს ხელმძღვანელობას თუ თვლით, თქვენს თანამშრომლებს თუ თვლით საზოგადოებაში და ხო და გეუბნებით. კითხვა ხო დამისვით. გაგრძელდება თუ არა ისეთი? კითხვა ხომ დამისვით და პასუხს მწამებლური ადამიანების მიმართ აი ცილის მწამებლური იყო პოზიტივში. შეგიძლიათ ერთი სიუჟეტი და მიმტკიცოთ და ფაქტად მომიყვანოთ, რომ სადმე ვინმე ცილი დავწამეთ? რა ვიცი, ყოველდღიურად ხდება. თუ არიცით, აბა რატომ მეუბნებით? ერთი წუთით. თუ არიცით, რატომ მეუბნებით? ერთი ფაქტი გთხოვეთ მხოლოდ. აი გამოგიგზავნოთ ჩემიდლია ლინკები. რა, აი მაინც თეორიულად სანამ გამომიგზავნით ისე მომიყევით, ვის დავწამეთ ცილი კონკრეტულად. ან არღირს არა პასუხი არ გაქვთ, იმიტომ რომ არავისთვის ჩვენ ცილი არ დაგვიწამეთ. მედიებზე მომზადებული რეპორტაჟები, უკრაინა-რუსეთის ომზე მომზადებული რეპორტაჟები. სად იყო ცილის წამება კონკრეტულად? შინაარსის შემცველი. კონკრეტულად გეკითხებით, კითხვას ხომ ისვამთ და პასუხი თუ გინდათ, ხო უნდა მომცეთ ფაქტი, რაზე მელაპარაკებით. ფაქტი, არა, რას ლაპარაკობთ? მე ყველა კითხვა მომწონს, რომელსაც მისვამთ. ამის თქმა გინდათ, მე მინდა ომი, ამას მეუბნებით, რომ რა ვიცი, კი, მაგალითად თქვენ გინდათ ომი და თქვენს პარტიას უნდა ომი. რუსეთი ოკუპანტია თუ არა, მაშინ ეს რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ. მადლობა, ერთ რამეზე რომ თანხმდებით, უკვე მიხარია. ხო, მე ვთანხმდები მაგაზე და თქვენი არ ვიცი ნამდვილად. კი ბატონო. რეკლამაზე რა იქნება? ქალბატონ ანათია, გეცოდინებათ. რეკლამა თუ შემოვა და რეკლამასთან მე საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს და რატომ აკითხებით? არა. არანაირი საერთოდ. არ გასწრის წესრიგში თათვირი არ ყოფილა? თათვირი რა იქნება დაგპატიჟებთ. აი მაგალითად კონვერტით რომ მოგაწოდონ ხელფასი. რატო ბანკში რომ ერიცხება მან დრაშვებით? რატო ატყობთ თქვენს მაყურებელს? არა, არაფერს არ ვატყობთ. აბა რატო ამბობთ რომ კონვერტით მაძლევენ ფულს, როცა მეერიცხება და შეგიძლიათ გადაამოწმოთ საბანკო ანგარიშები. იმედი საბანკო ანგარიშები მაგალითად იმედში არ მუშაობ მე ქალბატონო. თქვენი სახელი? თქვენი სახელი? მე ლიზა ვარ. ხო, ლიზა, მე არ მუშაობ იმედში. არა, მე უბრალოდ პირველ ნაწილში რაც გითხეთ, ის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ხო და გეუბნებით. არც ემოციურად, არც ფინანსურად, არც სხვა რაღაცა, რა ვიცი, როგორც გინდათ დაარქვით, არ მაღელვებს ნამდვილად არანაირი სანქცია მით უმეტეს. მხოლოდ იმიტომ მიწევს სატელეფონო ინტერვიუების მოცემა, იმიტომ რომ სხვაგვარ ინტერვიუებზე თქვენ მოხვედით ჩემთან და უარი გითხარით? არა, შემიძლია მოვიდე და ვაპირებ პოზიტივიზე მოსვლას. ხო და მოგბრძანდით. მე აი ახლა ამ წუთას მივდივარ სტომატოლოგთან, თუმცა წინასწარ მითხარით და აუცილებლად დაგხვდებით. აი საღამოსკენ შეძლებთ მოსვლას. ვერ გეტყვით სტომატოლოგის მერე, თუმცა დამიკავშირდით და ვეტყვით. მადლობა. არაფერს ლიზა. ბედნიერად. ასევე.